ფული რამდენი გვაქვს ბავშვებო, რეები მოგვივა. 13 ლარი და კიდევ 70 თეთრი. მეც მაგ 2 ლარიანი და ფასდაკლებაა, წვენი მოგვივა. ნახეთ მე კიდე რა მაქვს, დედა ჩემის ორი ნაბიჯის ბარათია, რომ აგზავნის ხოლმე აქ, ვატარებ ხოლმე და ქულები უგროვდება. გუშინ ამბობდა, რომ კაი 800 ქულა მომიგროვდა ამას სოფაშიო. რა ცუდია, ცოტნე რო არ გამოუშვა დედამისმა. არასდროს არსად არ უშვებს ეგრე როგორ შეიძლება. ცოტნე მე მითხრა რომ დაიწყებთ кейპს, ვიდეოთი დამირეკეთ, ვითომ თქვენთან ერთად ვარო. შემეცოდა. ცოტნეს არ ვავიდეთ საკეიფოთ, მაგრამ დედამისი გამოვყრის. ანჩხლეული კალია. ანჩხლეული კი არა, ანჩხლი. წამოდით იქით არის ასუსნაოები. ამას რო აწერია ეს 100 ქულა რას ნიშნავს? ანუ ამ ბარათიდან გადაცული 100 ქულას და მაგას იყიდი ნახევარფასში შოკოლადს, აი 2 ცალი. და ის წვენიც გადავცვალოთ ქულებში. აუ ზეთის ხილიც რო ვიყიდოთ, მე ძალიან მიყვარს. ვიყიდოთ, მაგრამ მე არ მიყვარს ზეთის ხილი. დედაჩემს და ჩემ და სუყვართ 3 კილოს ჭამენ ხოლმე ერთ დღეში. წამო მოლარეს უთხარი ეგ ქულების გადაცვლაო თუ რაღაცა. გამარჯობა, ქულების გადაცვლა გვინდა ამ ბარათიდან ჩამოჭერით. აი ესენი. გეუბნები გოგო, კარაქია ქულებზე დაიცა გინახო ეხლა. მოიცადე. ვაიმე. დედა 800 ქულა მქონდა აქ და 12 რატოა დარჩენილი? ვაიმე. ომარიკო, შეხედე შენ კორპუსთან სასტრაფო მივიდა. ისე ვალერიტია გახდებოდა ცუდად. ხო. დი, უყური რა მაგარი ძაღლი მოვიყვანი ეზოდან. აუ, მაგარი როჟა გაიჩიტა ძალიან. საიდან მოიყვანე ომარიკო, ხა არ გამაგიჟო კორპუსის ბინაში რა უნდა ძაღლს? აუ, უცუში მოვიდა და მომეწონა. კუცაკი ცინებდა. არ ვიცი მე სახლში ძაღლს ვერ გავაჩერებ. ეგ არის გამორიცხული და ჩაიყვანე ისე ბეზოში. აუ, სახში ვინმე შხუნავი თამაშო. მერე ძაღლი რა საჭიროა ვერ გავიგე. აგერ შენი და ეთამაში ანასტასიას. შედარებებში ძალიან მაგარი ხარ, ხო შენ? ძაღლმა ბუნების წიგნი შემიჭამა. ძალიან მაგრაა გაწუთნილი და მაგიტო. შერაგი ხარია ნეტა, დილით ლოგინში რო ჩაგიფსა. რა თქვი? ვაფშე არ იყო ჩემი ლოგინი სველი დილით. იმიტომ რომ სანამ შენ გაიღვიძებდი გაშრა. მეცი თათი მომ. ხმა არ გავიგო თქვენი, ეხა ძაღლმა არ ინერვიულოს. მე მოვკლავ აუცილებლად ომარიკოს. ხო, ძალიან დიდი ბოდიში რა ვერიკო კიდე ერთხელ ენა უნდა ამოვაცალო ეხლა ამას მე. ვიღაცას წითელია ინთუ, რა მიქარია მჯერად. მე არაფერი იმას მიქნია, ფირცხალა ვამაბრალებს რაღაცებს. გაბრალებს კი არა, მოდი აქ. ეხლა შენი პირით მითხარი დაზემ წაკელის ჯარკი ფირცხალავას კლასში. სანამ ვიმოქმედე იცოდე. მე არაფერი შემირქმევია. სანამ ვიმოქმედე მეთქი. თავრი ჯგვინა. თავრი ჯგვინას მოგწემ მე შენ. დედამისმა დამირეკა, რა მდგომარეობაში ჩავარდი აღარ ვიტყვი. რა გიყო ეხლა მე შენ მითხარი. ვიცი რომ დავისჯები. აღარ გამიშვა მაშინ ეს კვირა სკოლაში. გესმის, არა გესმის. კიდე რა ხუმრობის ხასიათზეა რა. შებძანდები ეხლა შენ ოთახში უტელეფონო და იფიქრებ შენ საქციელზე. და იმაზეც რავაჩუკოთ ვიზებებოს დაბადების ღია ხმალე გამიწდა თავი ვერაფერ ვერ მოვიფიქრე. აუ წეღა რომ მოდიოდი ამნისტიძეების ბინიდან გამოდიოდა იმ ქალის ცივილკივილი. რა ხდება ნეტა ხო არ იცი? ქვედა მეზობლე მაგის ქმარი მოყვა კაცო გუშინ შეწყალებაში, ხო, დააბრუნდა ოჯახში და დაიწყო თავიდანის მთელი უბედურება. ხოძალადობაზე იჯდა, ხო. აუ რა საშინელება, არ და როგორ მშვიდად იყო რაღაცნაირად იქალი ამ ბოლოს, რაღაცნაირად გამოვიდა. ეხლა ვფიქრობდი ჩემს აქციელზე და კანწოფილს შეწვავ დღეს. ეხლა შენ შეწვავ გასკურა შეიწოდე. დამიჭერე კიდეც და ეგ იქნება რა. ჩემ დაჭერად გათავისუფლდა კიდე სამდენი ადგილი ციხეში. დინა კაკუნებს, ანასტასია კარზია ვიღაცა. აუ წევარ მე შენ გააღე. სეგი, დილიდან მან წევხარ, გოგო, ნაწოლები გაგიჭდება უკვე. ვაი მინგა ძალიან დიდი ბოდიში გოგო, რას მოვულოდნე დრო შეგაწუხე, მაგრამ გეხვეწები გასაქცევი ვარ სასწრაფოდ. ხო და 1 საათით ლიზიკო რო დაიტოვო, რა სანამ ბებია მისი მოვა. ვაი მე რა პრობლემაა კაცო? მოდი ლიზიკო, მოდი. ხო არ იტირებს. ესეთი ჭკვიანი გოგო არ იტირებს. მიდი აბა ინგა დაიდასთან ცოტა ხანი გაგართობს, ნამსხვრებს გაჭმევს და მოვა ამასობაში ბებიკოს და წამოგიყვანს. მიდი ბოგო. ხო, არ არის პრობლემა. მოდი ლიზიკო, მოდი. არ ინერვიულო შენ მიდი მიხედე. რამხელა გაიზარდე გოგო. ვა, ის ვინ გაიჩითა ლიზიკო? მოდი ჩემთან. მოდი. საბევასებდი ამბობს. გაანები გოგო მოშინაუდ ცოტა ბავშვი. მოდი ლიზიკო აკეთება, წამოდი. მოდი. გოგო მინდა.
მოდი აქეთ არის ტუალეტი. იზავ ხო შენით. ამას აქ ბავშვები თავის იჭებიან, ხო თუ როგორ არის ეგ? რაც ბჟუტურე გოგო 4 წელს არის ბავშვი უკვე. ანუ გამომეწალე ერთი რა. ეს ვიღარ ეკავს. ბაიმე მარიკო ამან თუ კიდე იჭხუპა ეხლა სკოლაში. ხო მარიკო. სათახან შობილა კრებაა, ყველა შობილი მოვიდა უკვე. ვაი, რომელი საათია, კაცო? დედა როგორ გამომეპარად, რომ იყავი მანდ მოვდივარ ეხლავე. კაი. მოიცა, სად მიდიხარ? ბავშვს მარტო მე მიტოვებ? ძიძა კი არა ვარ მე. ერთად გადამავიწყდა. რას ქვია, ძიძა ხო არა ხარ, ვერ გავიგე რა. ძიძა რო იყო გრეხია, ნახევარი საქართველოს ძიძა. თემას ნო მიცვლი. ეხლა არ წახვდეთ, რომ შეიძლება გავაფრინო. გოგო მოვაბები ამის სადაც არის, აი ყურა პანიკაში ხარ. წავედი ხა მე ჩვენად იყავით იცოდე. მოვჩი. ანუ? აუ ძალიან მაგარი რაღაცა მოვიტანე პროექტა. სად იყავი გოგო გული რო გაქამოვარდნელი? ვეღარ სუნთქავს კაცო. ნახე რა მაგარი ნაძვის ხედავითრიე. კურიერმა მოვიტანა და გამოვართვი. საქართველოსში წარმოებული და ხელნაკეთია თან. აუ რა მაგარია. ჩემი თახში დავდგა შეიძლება? შენ თახში კი არა ბიჭო დავდგავ თაგერს ალაში. დედა. ერთი კვირაა გეხოცები ნაძვის ხედავდგათ მეთქი. ხო არ გინდოდა? ხო და დავიდგავ ამას ჩემო თახში. როგორ არ მინდოდა, მაგრამ ის ძალიან ძღონკი ნაძვის ხია კენაცვალე. ეს კიდე ნახე რა ლამაზი. ტყუილეთ ეფერები. ჩემო თახში ვდგავ. ომარიკო შენ კიდე ძველი თახალწეს დაგიდგავ, კაი? აუ კი ძალიან მაგარია. ომარიკო მიდი აბა შეერთე გავტესტოთ. თან 16 ფერში ანათებს, იცი? თავისი პუნქტი აქვს. შეგიძლია რომ აციმციმო. აუ ძალიან მაგარია პროსტა. ჩემ მეგობრებს არავის არ ექნება ესეთი ნაძვის ხე. იყიდონ მე მეხუარუშლი. Instagram და Facebook გვერდებია, მიწერენ და არჩევენ როგორცაც უნდათ. მიუტანს მე კურიერი სახში. ანასტასია, ესე იგი არ დგავ ხო მაგას სალაში. კი ბატონო, გამოვიტან მაშინ მე იმ ძველს. ტრიანს მძიმე როა და 3 საათი რო უნდა აწყობას. ინგა ორი მე ვიცით რომ ეგ ნიანგის ცრემლებია. ბაიმე თუ არ დადგავ ერთი შენი ჭირი მე რა. ანასტასია, ვიდაუცინია. ამას მე წავიღე მაშინ. ციფილია გინთო, გამოგიჭიდი. დედა ესეთი მოწნის სუპი გამაკეთე გაგიჟდებით. თინა ხო შეჭამშვილა შენცა. მეთიკო მქვია და მოწნის სუპი არ მიყვარს. იმიტომ რომ ჩემი გაკეთებული არა გაგშვილა ნაჭამი ესეთი გემრიელია სოფლის მოწნით. აუ მან ერთი ზულტი და როგორ გამოძახებული KFC. სიტყვა არ დაგწეთ არციც. და რო უთხრა ანასტასია რომ ქეშბექი იყო და მაგიტო გამოვიძახეთო. პლუს ბარათი თუ ხო ეთხეს ახლა 50%-იანი ქეშბექი ვოლტზე. KFC-ს თუ გამოიძახებ. ხო იმზებებო გაიგებს ეგ რო უთხრა. არც ვოლტი არ იცის რა არის, არც KFC და არც ქეშბექი. გოგო, მაწვნის სუპიც რო ჭამოთ და მე ბურგერებიც ვერ გავქაჩავთ. აბა რას ვქაჩავთ ერთი გამაგებინეთ? ერთმანეთს ვეჯიბრებით ვინ უფრო მეტ მაწვნის სუპს შეჭამს. თიკო ხო შენ პლუს ბრატი გადაიხადი. მაგაზია ხო კიდე ათლერიანი ქეშბექი ვოლტზე დაგიჭდება. ხო მე ისედაც მაგით ვიხდი სულ. გოგო 20 ნოემბრიდან თვის ბოლომდე კიდე აქცია და ვოლტიდან თუ გამოიძახებ KFC-ს 5 ლარია ქეშბექი. ოკეი, დღეს თუ გადავრჩით, მე ჩვენი გადარჩენის ამბავში გამოვიძახოთ კიდე. ეს ამ საცალი მოწნის სუპი გოგოება მოდით რა. მოკლედ მაწვნის სუპებს ვაქცევთ უნიტაზში. ოღონდ ძალიან ჩუმად. საით თავდგავდივართ ჩემი ოთახიდან შევდივართ ტუალეტში და ვაქცევთ. გასაგებია? გასაგებია. პირველი მე წავალ. მიდი აბა შენიცი. აუ კალიდურში ჩაიხლიცა. რა მოხდა? ბაიმე, კედელზეა მაწვნის სუპი გადასხმული. რანაირად წაიქეცი ბიჭო? ბაიმე, რა ლამაზად არის გადასხმული, ისე უყურე რა. აბა ეხლა გააჯვი აქედან. ბაიმე 39 გაქომარიკო სიცხე რა გავქნა. აუ ძალიან ციო. მე ძრიან წინდებს მოგიტან. შენ კიდე პარაცეტამოლი დალია მანამდე, მიდი. როგორ არის პაციენტი? გადარჩება? მიმღებში დაელოდ. სულ გამოვშტერდი მეც კიდე რა აღარა ვარ სრულ ჭკუაზე რეებს ლაპარაკობ. აუ კორონა ხო არა აქვს?
კორონა კი არა ვიღას ახსოვს ერთი. გაცივდებოდა კაცო იმ დღეს ეზოში დარბოდა ოფლიანი. დეგენერატი ეგ. ინგა, როგორ არის ბავშვი? ისეთი მაღალი სიცხე აქვს, რომ იწვის ბავშვი რა. ძმარი მიმაქ ახლა იქნება ამან მაინც უშველოს, 1000 საქმე მაყრია თავზე. მომიცი მე შევუტან შენ საქმეს მიხედე. აუ ისე ჯიგარსონალია დეიდა. ერთადერთი ნორმალური მეზობელი გვყავს. ლია ოქროა კაცო რას ამბობ, არაფერი რო არ ეშლება ეგეთია ზუსტად. ინგა დალია სულ წინააღმდეგობა კი გამიწია, მაგრამ მაინც სულ დავალებინე. ვიყიდე პური 240 ლარი ღირდა. რა 240 ლარი? მანახე ჩეკი. 240 ბიჭო წერტილი აქვს შუაში. კი. რა კი გოგო? და სულ გაუპერა. Paybox-ის რეკლამას უყურებთ. გინდა მოიგო ფულიო და კი მეთქი. მე სახში კიზახებით მოიგებ მაგას. ომარიკო დადე ექშახარი დაიპნევა და დაგვესებიან ჭიანჭველები. ხო ნუ გათამაშება და თავის წესები აქვს. Paybox-ის აპარატიდან ქმნი პირად კაბინეტზე უთებ ტელეფონის ნომერს. 10 ბილეთს ჩუქნიან და მე ყოველ გადახდი დათლარზე Paybox-დან ერთი ბილეთი კიდე გემატება. ანასტასია Paybox-ი რომელია? შენ რო წაგებული 20 ლარი ჩაურიცხეთ ეკლას ტელეფონზე? ჯერ ეს ერთი არ წამიგია. თეკლამ გვერდზე გამახედა და შეცვალა დომინოს კენჭები. და მეორე შენას მიკონტროლებ მე ვის რას გადაურიცხავ. ესე იგი რასაც ჩაულობ, თეკლას და თიკოებს ახარჯებ. მაგას ჯობია ოჯახში შემოიტანო ბარაკა დაადგება. ომარიკო დადე მე ექშახარი ბუგამტრევ ხელებს იწოდე. იქ 3 თვის წინ მოხდა და ხელფასი ჯერ არ ამიღია მე მგონი. თურმე ჩემი კლასელი გიორგის დედა საერთოდ არ ჭამს შაქარს. პესუკი უწევსო ასე თქვა. ხო და შეეშვი დააპნევ მაგას. ესე იგი როგორ შევთანხმდით ანასტასია, ხელფასს რო აიღებ, ის ციგნების თარო ხომ დავიყიდოთ. ის ლამაზი შარვალი შენთვის, პალტო ჩემთვის და შეხედე რა გააკეთა რა. და 1 კილო შაქარი.